თედო აბრამოვი თავისუფალია თედო აბრამოვი რომელიც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდებული და სასამართლომ რასაკვირველია სწორი გადაწყვეტილება მიიღო იმის თაობაზე რომ თედო აბრამოვი გაანთავისუფლა იმიტომ რომ ის უდანაშაულო კაცი იყო ისევე როგორც გიორგი ახობაძე გაანთავისუფლა რამდენიმე ხნის წინ და ეს ცხადია ძალიან მაგარი ამბავია მისასალმებელი რომ უნდა მიულოცოთ აგე ვრცელდება ინფორმაცია კი არა ვიდეო კადრები როგორ ელაპარაკება განთავისუფლებული თედო აბრამოვი პოლიტპატიმარ სინდისის პატიმარ ონისე ცხადაძე ურეკავს სწორედაც რომ თედოს თედო ეუბნება სასწაულები ძმა ხდება წამებში და ჩვენ კიდე ყოველ წელს რაღაც დასაწყისს ვეძებთ და მენა აქვე ვრცელდება სხვა ვიდეო კადრებიც თუ მოვახერხე გაჩვენებთ როგორ ყველას დედას უსურვებ ამას ამბობს რამდენად ხვდები ესე იგი თედო აბრამოვის დედა მაგარი ამბავია მოკლედ გიორგი ახობაძის განთავისუფლების არ იყოს ძალიან მაგარი ამბავია რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული და რეალურად კი პატიმარი სინდისის პატიმარი და პოლიტპატიმარი ამ რეჟიმისა გაანთავისუფლა ამ რეჟიმმა სასამართლომ და რატომ მოხდა ეს თქვათ რასაკვირველია იმიტომ მხოლოდ რომ ვერ დაუმტკიცეს ეგრე ვერცერთს ვერ უმტკიცებენ დანარჩენი 64-65 სინდისის პატიმარიდან და იმათ რატომ ტოვებენ საპატიმროში და რატომ ანთავისუფლებენ სწორედ ამ ორ ადამიანს და მესამეს განთავისუფლებასაც ველით ჭვეცხადია ვინც ნარკოდანაშაულში იყო ბრალდადებული კი არა ბრალდებული ეჭვმიტანილი თუ გდებოთ ასე ვიტყვი და ალბათ სწორი ტერმინი ეს არის რატომ აკეთებს ამას ივანიშვილი და სწორედ ივანიშვილი იღებს ამ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირის განთავისუფლების თაობაზე ივანიშვილი ამბობს აჩვენებს რომ აი მე კეთილიც ვარ კეთილშობილიც ვარ და ვტოვებ საპატიმროში იმათ ვინც მართლა დამნაშავეა ბჭყალებში ცხადია ხოლო ისინი ვისაც დანაშაული არ უმტკიცდება მათ კი ვანთავისუფლება აბასტუმნის უღრანებში გაცილებით კარგი გარემოა ვიდრე აქ აბასტუმნის უღრანებში უკეთესი გარემოა აბასტუმნის უღრანებში მიიღება ეს გადაწყვეტილება ამგვარი გადაწყვეტილება სხვა შორის აი გიორგი ახობაძე რო გაანთავისუფლეს 4 საათზე მოხდა ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მანამდე 2 საათზე იყო მზია ამაღლობელის პროცესი და მზია ამაღლობელს მუხლი გადაუკვალიფიცირა მოსამართლემ სასამართლომ და თქვა რომ 4-დან 7 წლამდე კი არ ჩავსვამთ მას არამედ 2 წლით აი ნახეთ როგორი კეთილშობილები ვართო ესეც ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო აქაც თითქოს გვაჩვენებდა რომ ის ნაწილობრივ მაინც კეთილშობილია ნაწილობრივ მაინც სულგძელია ალბათ და აგე 2 საათში ანთავისუფლებინებს სასამართლოს ახობაძეს და 2 საათით ადრე კი სულგძელობის თვალსაჩინოებაა მზია ამაღლობელთან მიმართებაში 4 წლით კი არ გამოკვეთავს ამ ქალბატონს რომელსაც სასჯამთელობა შეერყა ეგრა მაგის პასუხია რომელსაც არაფერი არ დაუშავებია რასაკვირველია არამედ სულ რაღაც 2 წლით თუმცა ადვოკატი მაია მწარიაშვილის თქმით რა მნიშვნელობა აქვს 2 წლით იქნება გამოკეტილი ციხეში მზია ამაღლობელი თუ 4 წლით 8 წლით თუ 12 წლით 2 თვით თუ 18 წლით არა მნიშვნელობა აქვს სუთა მათემატიკური მაგრამ როცა უსამართლობასთან გვაქვს საქმე არავით არის მნიშვნელობა რასაკვირველია ამას არ აქვს იმიტომ რომ მზიას ხვების არ იყოს უდანაშაულოა ისევე როგორც ახობაძე ან აბრამოვი იყვნენ უდანაშაულოები არიან უდანაშაულოები მაგრამ აქ ამბავის სხვა რაკურსითაც უნდა დავინახოთ შევაფასოთ სხვა რაკურსიც უნდა გავამახვილოთ ყურადღება კი მარა რატომ ხდება ისე რომ ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილები ახობაძე და აბრამოვი არიან თავისუფალნი ხოლო ისინი ვინც აქციებზე დადიოდა ვინც ფოიერვერკს ისროდა ვინც პოლიციელს წინააღმდეგობას უწევდა აუცილებელს და გარდაუვალს იმიტომ რომ პოლიციელს არ მოეკლა პირდაპირ თუ ირიბი მნიშვნელობით არ დაეკავებინა არ მოეკლა არ ეცემა არ მოეკლა არ შემოკვდომოდა აი მათ კი რასაკვირველია მათ მიმართ კი ბიზინა ივანიშვილი რასაკვირველი არ არის მოწყალე რატომ იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი ამტკიცებს ამით შემდეგს პირველი ამტკიცებს რომ მე შემილია ვიყო გულმოწყალე სულგძელიც მაგრამ არა მათ მიმართ ვინც რეჟიმს ეწინააღმდეგებოდა აქციებზე თორე ახობაძე და აბრამოვის ეწინააღმდეგებოდნენ განა არა აქციებზე ვინც ეწინააღმდეგებოდა ანდრო ჭიჭინაძე დასასჯელია აი აბრამოვი კი არა სხვათა შორის ამით ბიზინა ივანიშვილი და ზოგადად ეს ქართული რუსული ოცნება ერთგვარად ცდილობს გამიჯნას გაყოფას
გამიჯნას გაყოფას დაპირისპირებას ამ ორი ჯგუფისა თუ სწორი სიტყვა არ ვიცი ხო ამ ადამიანებისა ახობაძე აბრამოვისა და დანარჩენებისა ნახეთ აქაც აბრამოვს წამოსდა და ჯანსაღი წამოსდენა ცხადია მოულოდნელობი რაღაცეებიც ხდება კარგი ამბებიც ხდება ხო სასწაულებიც ხდებაო თუ არ ვწდები ასე ამბობს სასწაულები ხდება რასაკვირველია ოღონდ მაშინ როდესაც ბიზნე ივანიშვილი იღებს გადაწყვეტილებას ამ სასწაულების თაობაზე იმის თაობაზე რომ სასწაული მოხდეს და ეს გადაწყვეტილება არის ბიზნე ივანიშვილისა კვლავ ვიმეორებ მათ შორის იმიტომ რომ ახობაძე აბრამოვის ორეულსა და დანარჩენ 63 ეულს შორის იყოს ესეთი შეპირისპირება სხვადასხვაობა გაუგებრობა ნახე როგორი კარგი იყო ბიზნა ვიღაცას წასცდეს არ წასცდება არც დედოს და არც გიორგის დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ ორივე მათგანს ვიხილავ ჩვენ აქციებზე მაგრამ ბიზნე ივანიშვილის ჩანაფიქრი კი ამგვარია ხოშვის აქვე ვიკითხავ ბოდიშის მოხდით ცხადია თუ ვერ უმტკიცდებათ აბრამოვსა და ახობაძეს დანაშაული მაშინ ხომ არ არის ბრალ წასაყენებელი იმ პირთა ჯგუფი რომელმაც ერთსაც და მეორესაც ეს ნარკოტიკი როგორც ასეთი ჯიბეში აღმოჩნდა განა არა ჩაუდო თუ უდანაშაულოები არიან აბრამოვი და ახობაძე მაშინ დამნაშავეები ან კარგით ეჭვმიტანილები არიან თუ არა იმ კონკრეტული გვარსახელის ადამიანები პოლიციელად წოდებული მილიციელები რომლებმაც ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს ჯიბეებში ერთსაც და მეორესაც და მესამესაც მესამის ამბავს გავარკვევთ ჩვენ უახლოეს ხალებში რო დავასკვნათ და ვთქვათ რომ ხო ისინი ბრალდადებულნი კი არა ბრალდასადებნი არიან მეთქი მეგონი არ ვიქნებით ახლა უსამართლონი და არ გადავაჭარბოთ. საქართველოში დაბრუნდა, თუ გულახდილები ვიქნებით, დაბრუნდა ეს მავნე პრაქტიკა რახანია და ბოლო პერიოდია განსაკუთრებით, როდესაც ადამიანებს უდებენ ნარკოტიკს და ამით აფუჭებენ და განსაკუთრებით უდებენ მათ, ვინც აქციებში მონაწილეობს, გიორგი ახობაძე და აბრამოვი არის თვალსაჩინოება ამის და ვინც ამ რეჟიმს გარკვეულ წინააღმდეგობას უწევს. გააფუჭეს, ცდილობდნენ გაეფუჭებინათ ეს ორი ადამიანი და მესამეზეც ვილაპარაკოთ თუ გდებავთ ოდნავ მოგვიანებით კი არა დღევანდელ ბლოგში არა სხვა დროს როცა მისი განაჩენის დადგება. არადა უკლებლი ყველა პოლიტიკოსი პატიმარი 8 და პოლიტპატიმრების ხვები და სინდისის პატიმრების ხვები არიან ამ რეჟიმის ტყვეები. და ბიზნა ივანიშვილი ამბობს შემდეგს რომ დამოუკიდებლად იმისა მე დავამტკიცებ თუ არა ჩემი სასამართლო დაამტკიცებს თუ არა მათ ბრალს ისინი ციხეში იქნებიან გამოკეტილნი იმიტომ რომ მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვერ მივიღე გადაწყვეტილება ამ ორის განთავისუფლების და ალბათ და მაღალი ალბათობით მესამეს განთავისუფლების თაობაზე საერთოდ მე ვწყვეტ და არა მოსამართლე 1 მოსამართლე 2 მოსამართლე 3 და ასე მესამე თუ ასე შემდეგ თუმცა ახობაძისა და აბრამოვის მოსამართლეებს არ უნდა დავუკარგოთ თუ მათი გადაწყვეტილებაც არის მათი გადაწყვეტილება მათი ამ პატიმრების განთავისუფლება მაგრამ როგორ ხდება რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულნი ეჭმიტანილნი არიან თავისუფალნი აი ზია ამაღლობელისა თუ ონისე ცხადაძის მოსამართლეს კი ეს პიროვნული თვისებები არ აღმოაჩნდა რატომ არის რომ აი საშინელ დანაშაულში აი მართლა ერთი ერთზე რომ დავადაროთ ხო ნარკოდანაშაული გაცილებით ძიმე დანაშაულია ვიდრე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის აუცილებელი წინააღმდეგობის გაწევა როგორ არის რომ ესენი თავისუფალნი არიან ხოლო იქ კი არ აღმოჩნდა არც ერთი პატიოსანი ან მეტნაკლებად პატიოსანი მოსამართლე აქედან გამომდინარე ვამბობთ და ვასკვნით რომ გადაწყვეტილებები რასაკვირველია მიიღება აბასტუმნის უღრანებში უშუალოდ პერსონალურად ბიზნა ივანიშვილის მიერ და კიდევ ერთი რაზეც თქვი მაგრამ აქვე გავამახვილებ ყურადღებას შესაბამისად ნორმალურ სახელმწიფოში რომ ცხოვრობდეთ ჩვენ და არ ცხოვრობთ რასაკვირველია ჩვენ უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას პროკურატურისა იმის თაობაზე რომ აი ეს პოლიციელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ პროკურატურისა ეს პოლიციელი და ეს პოლიციელი მოკლედ სამართალდამცავი სტრუქტურებისა არიან ეჭვმიტანილნი იმაში რომ ჩაუდეს ადამიანებს აბრამოვსა და ახობაძეს ნარკოტიკი და შესაბამისად ისინი უნდა იყვნენ დაკავებულნი მაგრამ არა ამას არ გააკეთებს ეს რეჟიმი და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს რომ საქმე იყო პოლიტიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით დაწყობდათ ახლა გამონთავისუფლება ამ ორი პირისა და არ აწყობდათ სხვა დანარჩენი 64 თუ 65 პირისა და არც განთავისუფლებენ მათ ყოველ შემთხვევაში მათ აბსოლუტურ უმრავლესობას მოიხადეთ ბოდიში
მომიხადეთ ბოდიში, ამას ეუბნება ბიზინა ივანიშვილი, სიამაღლებელს ანდროს, ოლისეს, ცეცხლაძეს ასევე სხვებს და სხვებს, კიკნაძეს, სხვებს და სხვებს მომიხადეთ ბოდიში. თქვით რომ ნანობთ და აი ეს ლტოლვა ვნება ბოდიშის მიმართ არის ბიზინა ივანიშვილისთვის მახასიათებელი, თითქოს მაღლდება ის ამით, თითქოს ამით წმუნდება რომ უძლებელია. იმიტომ რომ მე ოცი გასაგებია რომ ბოდის როცა უხდის ამუკა მდინარაძე რომელიმე ქაისთან დაკავშირებით ეს ბოდიში მისაღები არც არის იმ მისაღებია, მაგრამ ესეთი თქვით კმაყოფილების გრძნობის აღბრძრელი კი არ არის, იმიტომ რომ ისედაც ამუკა მდინარაძე თავდახრილი კაცია, თავს ვინც არ ხრიდა, იმან უნდა მოიხადოს ბოდიში, ბიზინა ივანიშვილის ეული სოფხედითა თუ გაგებით. სულ ეს იყო რის თქმაც მინდოდა. რეჟიმი რო უსამართლოა და არასწორია და საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა რუსულის მსგავსია, ამას ყველა ვხედავთ. როდესაც სასამართლო საგამოძიებო სტრუქტურები საერთოდ მართლმსაჯულება გამოსწორდება და ის უნდა გამოსწორდეს, დამოუკიდებელი, მათ შორის ალბათ უცხოელი მოსამართლეების თუ ექსპერტების მოწვევით, როდესაც მისი კვალიფიკაცია და იქნება სათანადო და ნდობა იქნება უმაღლესი, პირები, რომლებმაც კონკრეტული დანაშაული ჩაიდინეს, ისინიც და პირები, რომლებმაც მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ოპონენტთა დასჯის თაობაზე, ისინი უპირველესად უნდა წარსდგნენ სასამართლოს ოღონდ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე სათანადო და ჯეროვანი ადვოკატირების უფლებით, ადვოკატის სერვისის მომსახურების მიღების უფლებითა და შესაძლებლობით და დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გაასამართლოს პირები, რომლებიც მათ შორის იღებდნენ საქართველოს ღალატის გადაწყვეტილებას. აი ესეთი წამს მესამართალი. და არა ისეთი, როგორიც ახლა ვითომ სალაფავად, ასათქმელად გადმოგიგდო ჩვენ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, გაანთავისუფლა რა ზვარაკები ახობაზე და აბრამოვი, მაგრამ რეალურად ამით აჩვენა კიდევ ერთხელ რომ პოლიტიკოსი პატიმრები, პოლიტპატიმრები ხავს და პოლიტიკური მოტივაცია უკლებლივ ყველა სწორი ან სწორად წოდებული ან არასწორი გადაწყვეტილების უკან ისინი პოლიტიკურად საზღვრავენ ამას, პოლიტიკური არგუმენტაცია აქვთ, თავისი ჭადრაკი აქვთ და გქონიათ რომ ორ ბარტყს ასე უწოდებ თქვენის ნებართვით და მათ მომიტევონ თედოსა და გიორგის თუ გადმოგვიგდებენ ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით და ბიზინა ივანიშვილისაკენ გული მოგვიტრიელდება, არ მოგვიტრიელდება. მარტივია 65-ვე გაანთავისუფლოს, შეცვალოს ჯოჯოხეთური კანონები, წინასწარვე განაცხადოს ან გვაჩვენოს რომ თმობს ძალაუფლებას და დანიშნოს არჩევნები, ჩაატარებინოს არჩევნები დამოუკიდებელ საარჩევნო კომისიას და წავიდეს. არანაირი სხვა გზა არ არსებობს და არანაირი სხვა მისი პროექტი არ არის მისი ინდულგენციის ან მის მიმართ გულის მობრუნების საფუძველი. ნახვამდის.